დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულში ბრალდებული პროევროპული აქციების მონაწილე გიორგი ახობაძის პროცესზე დაცვის მხარის მოწმემ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტმა ია ედიბერიძემ დაადასტურა, რომ ადამიანის ბიოლოგიური მასალის ხელოვნურად ნივთის ზედაპირზე გადატანა თეორიულად შესაძლებელია. მისი განმარტებით, თუ როგორ მოხდა ნერწყვი შესაფუთ პოლიეთილენის პარკზე, მას ექსპერტიზა არ ჩაუტარებია, თუმცა ზოგადად გადატანა შეიძლება მაგალითად ჩხირით ან რეზინის ხელთათმანის საშუალებით მოხდეს. მოწმე ექსპერტმა დაცვის მხარის მოთხოვნით საქმეში არსებული ნარკოტიკული ნივთიერებების შესაფუთი მასალა იკვლია და დაადგინა, რომ მასზე ახობაძის ნერწყვი იყო. გიორგი ახობაძე, რომელსაც დიდი რაოდენობით ნარკოტიკის შეძენა შენახვას ედავებიან, ამბობს, რომ პოლიციამ მისი ნერწყვი ნარკოტიკის შეფუთვაზე ხელოვნურად გადაიტანა. რაც შეეხება მისი ჯიბიდან ნარკოტიკის ამოღებას, ახობაძის თქმით, ნივთიერება მას პოლიციელმა გიორგი გურეშიძემ ჩაუდო. ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს ღამით რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვას გულისხმობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდეან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ახობაძის შემდეგი სასამართლო პროცესი 16 ივლისს გაიმართება, რა დროსაც თავად გიორგი ახობაძე დაიკითხება. 22 ივლისს კი შესაძლოა განაჩენი გამოცხადდეს.